რა ვითარება მივიღეთ დღეს ქვეყანაში შენ შეფასება? ეს არის პოგრომი, ეს არ არის სამართალთან დაკავშირებული ოპერაცია. რეალურად ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ ავაზაკები ყავთ სამსახურში ჩაყენებული, რომელიც ტელეფონს იპარავს, სუნამოს იპარავს. ბიძინას ამოცანა არ ყოფილა სამართლიანობის აღდგენა, რასაც იძახდა. ბიძინას ამოცანა იყო გადაბირება და ვხედავთ ჩვენ ამ გადაბირებულ ხალხს. გიგასაც რას ეუნებოდა რომ შეხვდა ეს გიგას საჯაროდ აქ ნათქვამი და ამიტომ შემიძლია რომ გავიმეორო. გაჩვენდით და არ დაგიჭერთო. 12 წლის მერე ეს მიშა კიდე იმუშავებს. თუ ალტერნატივა არ არსებობს, ყოველთვის იმუშავებს. საზოგადოება თხოვს ოპოზიციასაც რომ შეიცვალოს. საზოგადოება მარტო პროტესტს, მარტო რუსულ რეჟიმს არ უცხადებს. ოპოზიციასაც უცხადებს. ანუ ახლა რას ამბობენ? ჩვენ რასაც ვამბობდით, ეს დადასტურდა. ტრამპის იგივე ამბობს, რომ ამერიკული დაფინანსება სიტუაციას რევდა სხვადასხვა ქვეყანაში. კლიმატის ცვლილებას. არა, იქ რევოლუციებს აფინანსებდნენ. ეგ არის სისულელე ტრამპს მსგავსი არაფერი საერთოდ იქ არ უთქვამს, პირადად სანქციის მოხსნას ცდილობს. საკუთარი თავისთვის, მხოლოდ საკუთარი თავისთვის, გარემოცვისთვისაც არა. ცდილობს სანქციის მოხსნას. ჩალიჩობს ამერიკაში. რაც დალი და ღონი აქვს ჩალიჩობს. რაღაცების შეცდომები პირველ დღეებში ხوار ოპოზიციის განცხადებებს. რაზე მელაპარაკები ხა ოპოზიცია ჩასარეცხად უთვლი ოპოზიცია. მეინსტრიმ ოპოზიცია სული ჩასარეცხად. სულათი დადე თეატროლოგიასთან ერთად მუშაობდი და რა მოხდა თქვენ შორის რომ ევროსაბჭომ დაგაცალკევა. რა უნდა და ამ ქალს ვერ ხვდებოდი და ბოლოს იქამდე მივიდა საქმე რომ დაგვაცალკევეს ერთმანეთს, ანუ ეს ორი ერთმანეთს ვერ ეწყობა, რევოლუციამდე მოხდა ეს ამბავი და წარმოვიდგინე შენ და წულუკიანი ერთად. ეგ ვიდებ, ჩვენ კურსელებით ვიყავით. ევროპა რო გაცალკევოთ ეს. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. ხელისუფლების იმედი რომ პროტესტი ნელ-ნელა გაილეოდა არ გამართლდა. უკვე 2 თვეზე მეტია ხალხი ქუჩაშია და პროტესტი კვლავ ძალაშია. ხელისუფლება ცდილობს პროტესტს რეპრესიების ებრძოლოს, ცდილობს გამოარკვიოს ვინ არის ლიდერები, შედიან აქტივისტების სახლებში და ჩხრეკენ მათ. აკავებენ ადამიანებს. უკვე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფება პატიმრობაში, მათ შორის ჩემი კოლეგა ზია ამაღლობელიც. ხელისუფლების ბოლო იმედი ამერიკაში ტრამპის მოსვლას უკავშირდებოდა, თუმცა ჯერჯერობით მათთვის სასიკეთო არც ამერიკიდან ისმის რამე. ბოლო დარტყმა ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე ევროსაბჭოში მიიღო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღო მკაცრი რეზოლუცია, სადაც ხელისუფლებას არჩევნების ჩატარება მოთხოვა. ხელისუფლება ამაზე გაბრაზდა და თავად შეიჩერა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება. პროტესტის ანატომიაზე, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ვისაუბრებ დღეს ბუნებრივია გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი. მოგესალმებით, თამარ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და აი ასეთი ვითარება გვაქვს ქვეყანაში. ხედავთ, რომ უკვე აქტივისტების დაკავებაზე გადავიდა ხელისუფლება და როგორ შეაფასებდი ამ მდგომარეობას, რაც ერთ დღეში კანონში ბრძანება გამოუშვეს და ქუჩი მაგისტრალის გადაკეთვა სისხლის სამართლის დანაშაულად აქციეს. რა ქვეყანა მივიღეთ, რა ვითარება მივიღეთ დღეს ქვეყანაში შენ შეფასება? გამარჯობა, მერაბ, მადლობა ინტერესისთვის. აქტივისტების დაკავება ხო ახლა არ დაწყებულა, ხო? აქტივისტების დაკავება ყველა აქციას ახლავს თან და აქტივისტების დაკავების ამოცანა ყოველთვის არის გამყინავი ეფექტის ქონა პროტესტის მონაწილეებზე, შიშის დათესვა რომ აი თქვენც დაგიჭერთ და ამ შემდეგ ანუ ეს ახალი არ არის და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა აქტივისტმა რომელმაც იცის რაში იღებს მონაწილეობას, ისიც იცის რომ შეიძლება პოლიციამ მიადგეს, პოგრომი მოუწყოს და პოლიციასაც ვერ დავარქმევ იმას რეჟიმის ხიშტები დაუძახე დღეს რეალურად, იმიტომ რომ გუშინ მე რაც ვნახე ისაკო დევიძის სახლში, იგივე ნენსი ვოლანდის სახლში, ხო? ეს არის პოგრომი, ეს არ არის სამართალთან დაკავშირებული ოპერაცია, ხო? იმ ბიჭის სახლიდან, ისაკოს სახლიდან წაიღეს ბანკიდან გამოტანილი 2000 ლარი, რომელიც დედამისის ოპერაციისთვის სჭირდებოდა და სუნამო. და აი ეს სუნამოს ამბავი რომ გავიგე, გახსოვს აი რუსეთ საქართველოს ომის დროს უნიტაზებს რო ეზიდებოდნენ რუსები, აი ისე გავდა ეს ყველაფერი ეს ჟანრი. იქ ქუჩაში რო აკავებდნენ ხალხს, ყველა ყვება რომ მობილური მოგპარეს რაღაცა. ხო, ანუ იპარავენ, ხვდები, ეს ხო რეჟიმის დისფუნქციურობასაც აჩვენებს, ეს არ არის ძლიერი რეჟიმის მოქმედება, ხო, რომელსაც დაპურებული ყავს ეს თავისი ხიშტები, ხო? რეალურად ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ ავაზაკები ყავთ სამსახურში ჩაყენებული, რომელიც ტელეფონს იპარავს, სუნამოს იპარავს და ეს არის სისუსტის გამოვლინება და რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამან პროტესტის ნებისყოფაზე არ იმოქმედოს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ პროტესტის პარალელურად, პროტესტის მედეგობის პარალელურად და დავინახეთ, რა ხდება, რეჟიმი იშლება. რეჟიმის რაში ხედავ ამას? თითქოს რეჟიმი ჯერ დგას. ლოიალისტები ტოვებენ, ანუ მან ხო რეჟიმი ხო ხიშტებზე ვერ იდგება რეჟიმი.
ძალიან ბევრი ხო? გედედეს უფროსმა დატოვა, გენპროკურორის მოადგილემ დატოვა. გენპროკურორის მოადგილემ დატოვა ხო? ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას უყურებთ, მაგრამ ამასობაში საჯარო სამსახური პროტესტს გამოხატავს ხო? სულ ყველაფერს თავი დავანებოთ, ანუ ხშირად ვიმეორებ და ეხლაც მაგალითად მოვიყვან, რადგან სელებრიტია, კარგად გაიგებენ. აი ნინი ბადურაშვილი, რომელმაც იმედი დატოვა. არ თქვა რომ პოლიტიკის გამო დატოვა, არც პროტესტი გამოუხატავს, მაგრამ მას აღარ აწყობდა იქ ყოფნა, ხო? აქამდე აწყობდა იქ ყოფნა და ეხლა აღარ აწყობს. ანუ ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქმე იქამდე, რომ რეჟიმის რბილ ქსოვილებს, აქ ლაპარაკი არ არის იქ რაღაცა ხიშტებზე, რომელსაც თქვათ, რაღაც ღირსების ორდენებს კიდებენ, პრემიებს აძლევენ და რაღაცას იღებენ იმ დანაშაულში, რასაც ჩადიან, ხო, ქართველი ხალხის წინაშე. აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც კარგი ცხოვრებისთვის იყვნენ რეჟიმთან და ხედავენ, რომ ეს კარგი ცხოვრება მათ ვეღარ ექნებათ და ეს არის გარდაუვალი, ანუ ცდილობს რომ ყველას რაღაც მოუაროს თავისიანებს, ხო? ანუ არა, ჯერ ეგერთი ძალოვანებს თავზეულებიან, აგერ რა ვიცი, ყოველ მეორე დღეს რაღაც იმას რა, ჯილდოებს და თქვა მე რომ ხიშტებზე ვერ დაჯდები, იმისთვის რომ დაჯდე და იმისთვის რომ ყარი იყოს შენი, თქვათ, სკამი, რაზეც იხარ, შენ გჭირდება რბილი ქსოვილები, იმის რბილი ქსოვილების შენარჩუნება ჭირდება და პროტესტის ამოცანაც სწორედ ეს უნდა იყოს. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მიზანში არ უნდა ამოვიღოთ ზუსტად აი ეს რეჟიმის ხიშტები, იმიტომ რომ პროპორციული ძალა მათ მიმართ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ დასავლეთმა. ჩვენ დღეს მათ მიმართ პროპორციულ ძალას ვერ გამოიყენებს, არ გვაქვს ჯერ ეს ძალა. დასავლეთს რაც შეეხება, ჩვენ ფედერალისტები ვაგროვებთ ამ ადამიანების შესახებ თითოეული დაკავებულის. ლაპარაკი არ არის ვინც ეხლა პატიმრობაში, აი რომ დააკავეს და გამოუშვეს იმ ხალხის. ყველა გამომძიებლის, ყველა პოლიციელის, ყველა პროკურორის და ყველა მოსამართლის შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ჩართულები არიან რეჟიმის ანტიეროვნულ, ანტიკანონიერ, არაკანონიერ მოქმედებებში და ამას ვაწვდით ჩვენ დასავლეთში ყველა ჯგუფს, რომელიც სანქციებზე მუშაობს. იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ რიგითი პოლიციელიდან, აი პროკურორიც, მოსამართლეს, ანუ ყველა უნდა დასანქცირდეს. მათ არ უნდა მიეცეთ ევროპაში გასვლის შესაძლებლობა, მათ არ უნდა მიეცეთ ამერიკაში გასვლის შესაძლებლობა, მათ არ უნდა მიეცეთ დასავლური სერვისებით, საბანკო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა და ეს არის ახლა რაც შეიძლება იყოს ჩვენი შემაკავებელი რეჟიმის ხიშტების მიმართ, მაგრამ გაფართოებადი პროტესტი და პროტესტი, რომელიც ფართოვდება, პროტესტი, რომელიც მიმზიდველია, პროტესტი, რომელიც თავისი მდგრადობით მომხიბვლელია, ხო? ეს შლის რეჟიმის რბილ ქსოვილებს, ანუ პროტესტის სამიზნე უნდა იყოს რეჟიმის რბილი ქსოვილები და პოლიტიკური პარტიების სამიზნე მათ შორის უნდა იყოს აი ეს რეჟიმის ხიშტები, რომელთა განეიტრალებაშიც დასავლეთი გვეხმარება და ეს პროცესი გამოქვეყნდება. რიგითი პოლიციელებსაც, ანუ ის იგივე რო არ გამეორდეს, რაც წინა რეჟიმის ცვლილების შემდეგ გამეორდა, როცა ამ რეჟიმმა გადმოიბარა რიგითების შემსრულებლები და მოსამართლები, არა მხოლოდ რიგითები. კი, და ძალიან მნიშვნელოვანია, აქ მინდა გავიხსენოთ, თქვენ გახსოვთ აი ხორავას ქუჩაზე საგამოძიებო კომისია რო შეიქმნა, მაშინ მე დაუპირისპირდი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომლებიც იძახდნენ, რომ ეს კომისია რეჟიმთან თანამშრომლობას ნიშნავს. ანუ რეალურად ხორავას კომისია ჩვენთვის არის რეფერენსი ერთგვარი, აი ერთგვარი საჩვენებელი მაგალითი რა მოხდება რეჟიმის ცვლილების შემდეგ. ყველა ეს ყველა ეს ადამიანი, რომელიც დღეს არის აი ამ ყველაფერში ჩართული, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება და საჯაროდ მოხდება აი ამ ყველაფრის განხილვა, რომ ერთი მხრივ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს იმ ხალხის, ვინც პოლიტიკურად პასუხისმგებელია და ეს ყველაფერი მოხდეს ქართველების მიერ არჩეულ წარმომადგენლობით ორგანოში და მერე უკვე დანაშაულის ნიშნები წავიდეს რეფორმირებულ პროკურატურაში და დასრულდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში, სადაც კობახიძე იქნება, პოლიციელი იქნება, თუ მოსამართლე იქნება, მას გაასამართლებს 12 ნაფიცი მსაჯული, თავისივე თანამოქალაქეები და ეს იქნება დიდებული პროცესი. მე მგონია, რომ ამით დასრულდება აი ამ მოჯადოებულ წრეზე სიარული. ეს უნდა ექნება ოცნებას თავის დროზე, როცა თქვენი ხელისუფლება შეცვალა. კი, და ოცნებას ეს ოცნება მე სიცით რატომ ვერ ქნა, იმიტომ რომ ოცნების ამოცანა იყო შურისძიება და არასიმართლის დადგენა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე დაუპირისპირდები ჩვენს თანამებრძოლებსაც, რომლებიც ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვენ ამ ხალხის. იმიტომ რომ ბრაზი არის უდიდესი. მეც მინდა რომ სახე ავახიო იმ ხალხს, ვინც ესე იქცევა, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენი მომავალი დაცული იყოს, იმისთვის რომ ჩვენი შვილების მომავალი დაცული იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამას კონდეს არა შურისძიების, არამედ სამართლის ზეიმის ფორმა და აი ეს გზა რაც დასახული გვაქვს ჩვენ ფედერალისტებს, რომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, პარალელურად დაიწყოს პროკურატურის რეფორმა და პარალელურად გაფართოვდეს ნაფიცების სასამართლო ისე, რომ ეს საქმეები ნაფიცებმა განიხილონ და მისმა თანასწორებმა განსაჯონ, ხო? ეს იქნება დიდებული პროცესი და ჩვენ უნდა შევქმნათ ეს მაგალითი. ხო, მაგრამ
მაგრამ თქვენ ახსენეთ საგამოძიებო კომისია, მაგრამ ვიდრე თქვენ ამას გააკეთებთ, მანამდე აგერ ახლა საგაზაფხულო სესიაზე ოცნება შექმნის საგამოძიებო კომისიას, რომ თქვენ გაგასამართლოთ. შეიძლება გიგაც დაიბარონ და ყველა ვინც ხელისუფლებაში დაიბარონ, გააკეთონ. ეს ხო უნდა იქნათ 13 წლის წინ მათი ამოცანა რომ სიმართლის დადგენა ყოფილიყო და სამართლებრივი მოქმედება ყოფილიყო, ეს არის ლოგიკური, ამას ლოგიკა კარნახობს. აი ხა მე ოპოზიციაში ვარ და ვფიქრობ ესენი როგორ გავასამართლო, ხო? ანუ თავში პირდაპირ მოგდის ეს, რომ ჩვენ შეგიძლია ეს გააკეთო, მაგრამ მათი ამოცანა ეს არ ყოფილა. მათი ამოცანა ამათი დასჯაც კი არ ყოფილა. რეალურად გადაბირება იყო მათი, ანუ ბიძინას ამოცანა არ ყოფილა სამართლიანობის აღდგენა, რასაც იძახდა. ბიძინას ამოცანა იყო გადაბირება და ვხედავთ ჩვენ ამ გადაბირებულ ხალხს. გიგასაც რას ეუნებოდა რომ შეხვდა ეს გიგას საჯაროდ აქ ნათქვამი და ამიტომ შემიძლია რომ გავიმეორო. გაჩვენდით და არ დაგიჭერთო. მიშაზე რა აქვთ ნათქვამი? აი ხო არის ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, რომელსაც მიშა დამნაშავედ მიაჩნია. ბიძინას ეკიდა მიშას დანაშაულები. პრემიერი, მისი ჯიბის პრემიერი პირდაპირ ამბობდა რომ პოლიტიკას რო ჩამოშორებოდა, არ დავიჭერდითო. ანუ ფეხზე კიდია ყველა, ვინც თავს მიშა სააკაშვილისა გიგა ბოკერიას მსხვერპლად მიიჩნევს. უბრალოდ მას არ უნდა შეუქმნა პრობლემა. გიგა ბოკერია რომ მის გვერდზე დამდგარიყო, საერთოდ გაახსენდებოდა არავის მის მიერ ჩადენილი რამე დანაშაული რომ დამდგარიყო მის გვერდზე, იმასაც პროკურორად დანიშნავდა. რა ამოცანა გაქვს? რა ამოცანით მოძრავ? ჩვენი ამოცანა თუ სიმართლის დადგენაა და ჩვენი ამოცანა თუ სამართლებრივი სახელმწიფო შექმნა, ყველაფერი მოხდება ისე, როგორც ვიძახი და ბიძინას უბრალოდ უნდა სეირის ყურება, ხო? თუ მაგას გამოძიება უნდა და რა კოლმეურნეობის მოედანზე დაარგვენინებდა იმ კასრს. აი, ამდენი წლის მერე ისევ ამაზე აქვს სულ პედალირება, ნიშნავს რომ ეს მუშაობს, ხო? ანუ ნაცებზე პედალირება, აპელირება და ასეთი მუშაობს. სულ მათი აი ტროლები და ბოტები ამას წერენ, რომ რა გინდათ ქუჩაში თქვენ ნაცების მოსვლას უწყობთ ხელს და ის საერთოდ არ აინტერესებს მურუსიძე რომ მათთან არის ჩინჩალიძე, აი ეს არ აინტერესებს. ეს აქვთ აი ჩაბეჭდილი. კი, მაგრამ ეს თავიდანვე თქვა, ეს რა ქვია, მე რა, აი სუხშირად ვიხსენებ ხოლმე იანთაძის ინტერვიუს, რომელიც არის ძალიან კარგი ინტერვიუ, თუ ყურადღებით წაიკითხავ, ეხლა რას აკეთებს. იქიდან მიხვდები, იმიტომ რომ ცოტა პუტინივით არის ბიძინა, ხო, his speaks his mind, ანუ ლაპარაკობს რას ფიქრობს და ნალაპარაკები აქვს 2011 წელს, რომ მის გამარჯვებას ხედავს მიშაში. ანუ შენ ან უნდა იყო მიშასკენ, ან უნდა იყო ჩემკენ და პირდაპირ იძახის, რომ ვინც მიშასი არ არის და არც მისი არ არის, მაშინ მოდიშ დავასრულებ. ის უნდა იყოს, ის უნდა გაქრეს და ამაში გაიკრიფოს. შუა უნდა გაიკრიფოს. 12 წლის მერეც მიშა კიდე იმუშავებს. თუ ალტერნატივა არ არსებობს, ყოველთვის იმუშავებს. თუ არ არსებობს დემოკრატიული ალტერნატივა, პლურალისტური ალტერნატივა, რომელიც თავისუფალი კონკურენციის ფარგლებში ერთმანეთთან დებატებშია, თუ არ არსებობს, მაგალითად სასამართლოს როგორ მივხედავთ მე და ხაზარაძე და ამაზე არ ვკამათობთ სადღაც საჯარო ფორუმზე, ყოველთვის იოლი იქნება, ბიძინა სუზურგის ქარი ექნება, რომ ჩვენ ყველანი აგვზილოს მიშაში. ჩვენ თუ იდეებზე არ ვილაპარაკეთ, იდეებზე არ ვიკამათეთ, იდეები ერთმანეთს არ დავაჯახეთ ოპოზიციაში და არ დავანახეთ, რომ ჩვენ სხვადასხვა ძალა ვართ, დემოკრატიული ძალები ვართ და ერთმანეთთან კამათით შეგვიძლია და სადაც ვთანხმდებით თანამშრომლობაც, ხო? და ერთმანეთს ფეხები დავაბიჯეთ და შენ თუ მიშას გააკრიტიკებ, მე შენ დაგბლოკავ და ხაზარაძეზე თუ ცუც სიტყვი აღარ გაგაშუქებ, ხო? აი ამ ყანობიდან თუ არ გამოვედით, ბიძინასთვის ყოველთვის იოლი იქნება ამის მტკიცება, იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველამ ვიცით ახლა რომ არ არის მეორე მხარეს მიშა, ხო? არის მრავალფეროვანი, თქვათ, რაღაცა პოლიტიკური სპექტრი, რომელიც თავს ვერ ავლენს უბრალოდ ისე, რომ ხალხმა შეხედოს და დაიჯეროს, რომ ხო, გასაგებია, შეიძლება არც ერთი არ არის იდეალური, მაგრამ სამაგეროდ ესენი შეძლებენ ერთმანეთის გაწონასწორებას. ამათ აქვთ იდეები, რომელიც ჩემს ინტერესებს ემსახურება და მე მგონია ეს პროცესი იმით მომწონს და იმიტომ ვარ ყველაზე ოპტიმისტურად ამ პროცესის მიმართ თქვათ გამსჭვალული მიუხედავად იმისა, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში ეს ქვეყანა არ ყოფილა, რომ დაკვეთა გაჩენილი ამაზე. აი რასაც ახლა მე ვლაპარაკობ და რასაც პრინციპში ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობ. იმაზე არის გაჩენილი საზოგადოების დაკვეთა. საზოგადოება თხოვს ოპოზიციასაც რომ შეიცვალოს. საზოგადოება მარტო პროტესტს, მარტო რუსულ რეჟიმს არ უცხადებს. ოპოზიციასაც უცხადებს და ჩვენ ვნახეთ ეს დინამიკაში, ხო? 26 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები. 26 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე ოპოზიცია ცდილობდა ხალხის დარწმუნებას იმაში, რომ არჩევნები გაყავდა და ქუჩაში გამოდითო და კაციშვილი ვერ დაძრა 2000 აქტივისტის გარდა ვერ მოაგროვა თავისი ამომრჩევლების 1%-იც კი ვერ მოაგროვა. რეალურად საკუთარმა ამომრჩეველმა მეც მაგათ მივეცი, ხო ხმა, აღარ წარმომადგენენ ისინი იმად დაძახილზე, მე ხა არსად არ წავალ, ხო? ზუსტად ეგეთივე ის ქონდა, რა ქვია, რეაქცია ქონდა ქართულ ხალხსაც და ეს იმდენად ძლიერი სიგნალია, რომ მე ვატყობ უკვე ბზარებს ოპოზიციაში, აი იმ რაღაცა აპლომს, რაც მანამდე ქონდათ, რომ ერთმანეთში არ უნდა ვიკამათოთ, ერთმანეთში კამათი. ეხლა როცა ასეთი
ასეთი სიტუაცია ქუჩაში ბევრს ახლა განცდა რომ იმის დრო არ არის რომ ეხლა ერთმანეთში იკამათო ანუ გაჩნია როგორ ხედავ შენ ამ იმიტომ რომ ასეთ რეჟიმი ასეთ რაღაცას აკეთებს და მე შენ ასეთ ბრძოლაში როცა შედიხარ რეჟიმი მე ამას იყენებს ისე ოპოზიციის წინააღმდეგ ეს პირიქით არის სინამდვილეში ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს იმას რომ შენ ერთ ქვაბში ყრიხარ რანაირად ანუ მთელი რეჟიმის რიტორიკა შენ რა კითხვაც დამისვი მოწმობს რომ იმას უნდა რომ ყველა მიშა ვიყოთ და თუ ყველა მიშა არა ვართ იმის წინააღმდეგ ხარ მაგალითად პირველ არხზე გირჩი და იმის რაღაც დებატები რო იყო ნიკამელიას ეს კარგად გამოიყენა ხელს ნახეთ ოპოზიცია ერთმანეთს ძალიან კარგია ეგ დებატები რომ შედგა იმიტომ რომ მზისხივი არის საუკეთესო დიზინფექტორი უნდა გამოჩნდეს რომ ნიკამელიას არანაირი პოლიტიკური დებატების წარმოება არ შეუძლია და ჩაირეცხოს ის პოლიტიკოსი რომელსაც არ შეუძლია იმ თემაზე კამათი რა თემაზე სასაუბროთაც მიდის ეთერში ანუ ეს უნდა გამოვლინდეს ესე უნდა შეფასდნენ პოლიტიკოსები ანუ ჩვენ რო დავსხდებით მე და ნიკამელია და ვიკამათებთ ამორჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა რომ ამან კამათი არ იცის ამას არაფერი არ შეუძლია ეს ქვეყანას ვერ მართავს ამიტომ ეს გვერდზე უნდა გაიწიოს მაგრამ დღეს ვართ რა სიტუაციაში რომ ის ნიკამელია ლაგდება ხან გვარამიასთან დალაგდება ხან მელიას იმასე კეზერასთან დალაგდება და ატივტივებენ იმას თავისი უნარებით კი არ ტივტივებს იმით რომ ვიღაც დიდ ძიას უგორებს ხო და აი ეს რომ მოიშლება და ამაზეა ზუსტად დაკვეთა რომ შენ ჩემთან ხარ ანგარიშვალდებული მე ხალხი რო ვარ მე აუდიტორია რო ვარ და მე უნდა დამიმტკიცო რომ სხვაზე უკეთესი ხარ ვიღაც კეზერას კი არა აი ეს იცვლება ქვემოდან ზემოთ პროცესი მოდის პროტესტით და ეს აყირავებს პოლიტიკურ პარტიებსაც და მე მგონია რომ ძალიან სწრაფად შეიძლება რომ მოხდეს აი ეს გარდატეხა ეს პროტესტი ახლა როცა ბრძოლაში ხარ და აზიანებს თუ პირიქით პროტესტის პარალელურად უნდა ბრძოლაში რო ხარ პროტესტის პარალელურად შენ აი ბრძოლაში პროტესტი ჩაქრე პროტესტი ვერაფერს ვერ მიახ ერთიანობა შენ გჭირდება მიზნის გარშემო და არა იმის გარშემო რომ რაღაცა მიშას არ დაუპირისპირდე თუ ჩემი მიზანი ერთი გვაქვს, მიზანი თუ ევროპული გზა არის, ევროპული გზა გულისხმობს თავისუფალ კონკურენციას. ევროპული გზა გულისხმობს მრავალ ხმას. არ არსებობს ნებისმიერ კონტექსტში და ნებისმიერ დროში ევროპა გულისხმობს მრავალხმიანობას. ევროპა გულისხმობს მრავალხმიანობას. სხვანაირად ევროპა უბრალოდ არ არსებობს. ერთი ხმა არის ჩრდილოეთ კორეაში და ჩრდილოეთ კორეა არის ჩამორჩენილი სახელმწიფო. ერთი ხმა არის ჩინეთში და ჩინეთი არ არის დემოკრატიული სახელმწიფო. ხო, არ გარბის ჩინეთში ხალხი, ქართველი ხალხი თავშესაფარს ჩინეთში არ ეძებს. ეძებს ამერიკაში. ძალას შენ გაძლევს თავისუფალი კონკურენცია და მრავალხმიანობა. ეს არის ევროპა. შეუძლებელია ოქსიმორონია, როცა შენ მეუბნები, რომ ევროპისკენ სიარულში ხმას შეგიშლის მრავალხმიანობა. არა ხარ ევროპა თუ მრავალხმიანი არ ხარ. ქართველები ევროპელები ვართ, იმიტომ რომ მრავალხმიანები ვართ. არა, მე ბრძოლაში პროტესტია. სულ ბრძოლა ევროპაში არის სულ ბრძოლა. სულ არის ბრძოლა იდეებისთვის და ეს იდეები გამოიხატება მრავალხმიანობაში. არ არსებობს ეგეთი ძალაა პირიქით მრავალხმიანობა და შენ რო გინდა რომ ერთ ხმაში გალაპარაკოს ყველამ, ეს არის საბჭოთა სიჩლუნგე. ეს არის საბჭოთა სიჩლუნგე, ეს არის აბსოლუტურად არასწორად გაგებული ერთიანობა. ერთიანი მე ვარ მიზნის გარშემო. იმ მიზნის გარშემო რომ მაგალითად დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია რომ ყოველ დღე ვიყოთ ქუჩაში. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ხაზარაძეს უნდა დავეთანხმო 1000 ლარიან პენსიაზე 4 წლის მერე რომ ფულს დაბეჭდავს და ხალხს მიცემს. ხვდებით რას ვიძახი და ამას გარდა შენ უნდა დაანახო ამ ადამიანებს იმისთვის რომ პროტესტი გაფართოვდეს, ჯერ არ არის პროტესტი იქ რომ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა გამოიწვიოს. ამას ხედავ მე გამოსავთ, იმას კი არ ხედავ რომ ბიძინა მინიშნავს არჩევნებს და ისევ სუსიმით ეს საინტერესოა. როგორ ხედავ, როგორ უნდა მივიდეს მიზნამდე ეს პროტესტი შენი აზრით? რამდენად გაქვს იმედი რომ მივა ეს? უნდა გადადგნენ მაგალითად ვინ მივიდეს? და როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები და ასე შემდეგ. კი, ხედავ, ძალიან კარგად ხედავ ამ გზას ზოგადად. ჩემთვის დღეს ყველაზე ნათელია გზა, რომელიც თქვათ მიზნამდე, ტაძრამდე მიგვიყვანს, ხო? ჩვენ ახლა ვაგრძელებთ პროტესტს და პროტესტს ვაფართოვებთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პროტესტი გაფართოვდეს და რეჟიმის მომხრეებს შეეხოს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სულ მცირე ინვესტიცია გავაკეთებინოთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს სტატუს-კვოს უჭერენ მხარს, იმიტომ რომ თუ პროტესტში ესეთი ადამიანები ინვესტიციას აკეთებენ, აი ნაირა გელაშვილის განცხადება ვნახე ხა მაგალითად ეს, ანუ ეს ადამიანები, როდესაც პროტესტში ადამიანის თვისებაა, როცა რაღაცას შენს ასდებ, მერე ის შენთვის ძვირფასი ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია რომ რეჟიმის აი ესეთი ფიგურები, როგორც არის მაგალითად ეკონომიკის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომლებიც არ არიან თქვა წინა ხაზზე მდგომი პოლიტიკური ძაღლები, ხო, რეჟიმის და ნაგაზები. ანუ აი ესენი
შეწუხდნენ და მიხვდნენ რომ მათ კეთილდა. ესენი ხო იქ იდეოლოგიისთვის და რწმენისთვის არ არიან. ესენი არიან კარგად ცხოვრებისთვის იქ და უნდა მიხვდეს, თურნავა უნდა მიხვდეს, კარგად ვერ იცხოვრებს თუ რეჟიმის სამსახურში იქნება და აი ამათ ჩამოშლა უნდა დაიწყოს, ანუ ბიძინა უნდა მიხვდეს, რომ თავის ხალხს ვერ იკავებს. რამდენიმე პროცესი და აი ზუსტად მან მივდივარ ახლა. პირველი არის პროტესტი, ანუ პროტესტი უნდა იყოს მომხიბვლელი და პროტესტმა არ უნდა გააკეთოს ფალშსტარტები. ანუ არ უნდა გაიქაჩოს ისეთ რამეზე, რასაც ვერ აწევს, რომ ამან ფრუსტრაციას ასოწარკვეთა არ გამოიწვიოს და პროტესტი არ ჩაქრეს. ერთი ეს, ანუ პროტესტმა უნდა იაროს ასე, დასავლეთთან უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა და აი ზუსტად ამ სანქციების მიმართულებით და ამ ხრივ კარგად მივდივართ, ახლა სავარაუდოდ ბრიტანეთი იქნება და ამის მერე უკვე მეგობარი აქტის განხილვა დაიწყება და ამასობაში უძლებს ამ სანქციებს. არ უძლებს, არ არის ეს გაძლება, რაც ეს ახლა ხდება ხალხო, ეს არ არის გაძლება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აი ნაირა გელაშვილის განცხადებაც, რომელიც რეჟიმის დამცველი იყო. აი ხანი აკრიტიკებს ამ. გავიგე, მაგრამ ეს ხო არ იყო ეს აქამდე, ხო? ეს ხო აქამდე არ მომხდარა, ანუ ჩვენ ესე უნდა ნებისყოფა უნდა გამოვიჩინოთ. თითოეულ რეჟიმის მხარდამჭერის მოშორებას იქნება ეს ნინი ბადურაშვილი. ეს არის ბოლა გრძელ დისტანცია. ეს არის ყველა ვარიანტში მარათონის ნებისყოფა გჭირდება. შენ თუ მარათონის ნებისყოფით შედიხარ და რეჟიმი მაგას ხედავს, რომ შენ მარათონის ნებისყოფა გაქვს, ხო? მე შეიძლება სპრინტშიც დაამთავრო. იმიტომ რომ აი ამას უნდა ხედავდეს, რაზე თვლის, ახლა რატო არის ეს მეორე ტალღა, რატო აგორდა დაჭერების. იმიტომ რომ აქამდე ვარაუდობდნენ და დარწმუნებულები იყვნენ და ოცნებობდნენ ამაზე და ამაზე თვლიდნენ, რომ საცივში დაიხრჩობა პროტესტი. და ეხლა ნახეს რომ არ დაიხრჩო, ხო? და ამიტომ დაიწყეს მეორე ტალღა. ეხლა ისინი რომ მოქმედება უკუქმედებას იწვევს, ხო? მე მაგალითად დღეს საერთოდ არ ვაპირებდი იმ აქციაზე წასვლას, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად დაიგეგმა მაგისტრალზე იქ სადღაც ბოლოში, ხო? როცა ამხელა რაღაცა იგეგმება და ბევრი ხალხია საჭირო, მე ყოველთვის ვითხოვ რომ შეგვითანხმონ ეგეთი რაღაც და ჩვენ როდესაც ვთქვათ მოწოდებას უკეთებთ, ჩვენ მხარდამჭერებს ვიცოდეთ რაში შეგვყავს ისინი. მაგრამ გუშინ ისე მოიქცნენ ისეთი პოგრომი მოაწყვეს იმ სახში, რომ ეხლა უბრალოდ პროტესტის გამოსახატად მივდივარ, ხო იქ და რომ დაუბრუნდე ისევ გზას, ხო? რეალურად ბიძინა ივანიშვილი უნდა მიხვდეს იმას, რომ ვეღარ იკავებს თავისივე მხარდამჭერებს, ვეღარ აკავებს და უნდა დაიწყოს ეგზიტის პოვნა. ამ შემთხვევაში ძალიან კარგია და ნიშანდობლივია, რომ მაკრონს ელაპარაკება. მაკრონს ელაპარაკება და საფრანგეთის მოქალაქეობაც მას შენახულია, ხო? და მეორე ზარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე მგონი არ იყო ის მეორე ზარი. იქნება მეორე ზარიც, თუ ამ შემთხვევაში მეორე ზარიც იქნება იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ეგზიტის ძიებას დაიწყებს და ეგზიტის ძიება უნდა დავაწყებინოთ ბიძინას. აი ეს არის და მე ესე ვხედავ ყველაფერს, რომ პროტესტი იქამდე ფართოვდება, ვიდრე რეჟიმი ბიძინა. ხო, მაგრამ თქვენ იყავით ტრამპის ინაუგურაციაზე და ამ ტრამპის მოსვლას ელოდებოდნენ ისინიც, ხო, ვიცით. და რაღაცა ბოლო ქმედებებმა, ტრამპის განცხადებებმა მათ იმედები უფრო გაუღვია, ხო, მაგალითად USAID-ის დაფინანსება გაჩერდა და ეხლა გამოდის კობახიძე და მარტივად უნდა გაჩერდეს, გამოძიება უნდა მოხდეს და სამი თვით პაპუაშვილი ძახის კობახიძე, სამი თვით კი არა, საერთოდ უნდა გაჩერდეს და ანუ ნახე რას ამბობენ, ჩვენ რასაც ვამბობდით. ეს დადასტურდა ტრამპის იგივეს ამბობს, რომ ამერიკული დაფინანსება სიტუაციას რევდა სხვადასხვა ქვეყანებში. კლიმატის ცვლილების არა, აი რევოლუციებს აფინანსებდნენ. ეგ არის სისულელე ტრამპს მსგავსი არაფერი საერთოდ იქ არ უთქვა, საუბარი არის კლიმატის პარიზის კლიმატის თრითიდან გამოვიდა, ხო? კლიმატის რაღაც დაფინანსებებს აჩერებს, უაზრობებს აჩერებს. მეც გავაჩერებდი მაგ ყველაფერს და კლიმატი უნდა გადავარჩინოთ, ხო? ღარიბაშვილი იძახდა და ეგ გააჩერა ტრამპმა. აი ღარიბაშვილის ეს ცნობილი რაღაცა ვითომ როქს სოფლიო კლიმატი უნდა გადაარჩინოს. ხო მაგას ვაკეთებდნენ ქოცები. აი ეგ გააჩერა ტრამპმა. ანუ ქოცები რასაც ებღაუჭებოდნენ რომ ვითომ გლობალური თანამეგობრობის რუსთვისაც მივიღეთ ეს რუსული ეგრეთ წოდებული რუსული კანონი. ეგ გააკეთა ტრამპმა. არ გაჩერდება ადამიანის უფლებების დარგში დახმარება, არ გაჩერდება თავისუფალი მედიის დახმარება, არ გაჩერდება თქვათ იქ რაღაცა იმ ინიციატივების დახმარება, რომელიც ქართულ ხალხს ეხმარება. არ არსებობს ეგეთი რამე. ჩვენ ვნახავთ გავა ხო ეს სამი თვე. ეგეთი რამე არ არსებობს. გაჩერდება ის სისულელეები რომელიც თქვათ იქ რაღაცა აფრიკაში თქვათ რომელიღაც მოქალაქეებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას თხოვს ან კიდე რაღაცა გენდერ მეინსტრიმინგი ხდება ან რაც ის სისულელეები რომელიც მეც მაღიზიანებდა. ანუ ტრამპს ეხლა რა დამოკიდებულებაც აქვს აი ამ დახმარებების მიმართ, მეც მიმაჩნდა რომ ამერიკელი ტაქსპეიერის ფული უბრალოდ უაზრობებში იფლანგება რაღაც სემინარებში, სადაც გვასწავლიან გენდერულ თანასწორობას თუ რაღაც სისულელეს რა. მაშინ როდესაც გაცილებით უფრო მძიმე პრობლემები დგას და გენდერული თანასწორობაც მაშინ დამყარდება, როცა ქვეყანაში დემოკრატიული ხელისუფლებები იქნება. იმედია რომ ტრამპისთვის სულაც არ იქნება მნიშვნელოვანი საქართველოში დემოკრატია იქნება, ავტორიტარიზმი იქნება და ამაზე არ დახარჯავს ძალისხმევას და ტრამპისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის სიძლიერე.
ამერიკის სიძლიერე და ვიღაც ჯიბის რეჟიმს, რომელიც იქ ამერიკაში ჩინეთით ანაცვლებს და იმაში რა ქვია, ჰეზბოლას და ჰამასის ლიდერებთან ერთად ირანში დგას სატირალში, ხო ამერიკაზე დარტყმაა ეს. ეს ხო ამერიკაზე დარტყმაა. რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. და ტრამპისთვის ამერიკის სიძლიერეა, ანუ გავხადოთ ამერიკა ისევ რაღაცა ძლიერი დიდებული თუ რაც ქვია, great again, ხო? ეგ არის მისი ლოზუნგი. და ვიღაცა ტილიანი რუსი ოლიგარქი ამ დროს, რო დგას და ამერიკაზე იძახის, ჩინეთით უნდა ჩავანაცვლო და ირანში დარბის ჰეზბოლაში სატილად, ხო? მე კიდე ის მოიყვანეს, რა ქვია, ძალიან სასაცილო იყო, კოცები აშიარებდნენ მასკს, რომელსაც ტრამპთან კარგი ურთიერთობა აქვს, რომ ირანში მეც ჩავიდოდიო და ირონიას ვერც კი ხვდებიან, რაში როგორ გეგმავს ის ირანში ჩასვლას. შემდეგ რაც ირანს იგივე მოუვა, რაც სოლეიმანის მოუვიდა, ხო? სოლეიმანი ხო ხვდებით რა? არა, მასკი ისეთ განცხადებას აკეთებს, აგერ გერმანიაში იმას ულტრამემარჯვენეებს ხარს უჭერს და ან ხო ხვდები რაღაცა ისიც თითქოს ამ ამერიკული სისტემის წინააღმდეგ. გავიგე, ულტრამემარჯვენეებს უჭერს ხარს მასკი. ესენი რანაირი ულტრამემარჯვენეები არიან? წესდებაში უწერიათ, რომ სოციალისტური პარტიაა და პროგრესივებიდან გამოაგდეს. არა, თავარია რომ ეს სისტემის წინააღმდეგ მიდის. რა აქამდე იყო და არა, შენ თუ გინდა რომ იმათნაირი იყო, იმათნაირი უკვე არ ახარ სოციალისტებიდან და პროგრესივებიდან გამოგაგდეს. ტრამპს ვინც ძულს, იმათ ეტენებოდნენ, იმათ ჯგუფში იყვნენ და იქიდან გამოგდებულები არიან და ეხლა რანაირად ხო? უბრალოდ ეს ვიცი რას მაგონებს ქართული ოცნების ის, აი ხანი რომ მიდის და ხნავს, ხო იცი და ბუზი რო შემოაჯდება იმაზე, რა ქვია, რქაზე და ერთად ხნავთო რო იძახიან, აი დაახლოებით მაგათ მაგონებს, ეგ საცოდავი გამოხტომები და თან ისიც სისულელია ხო, რომ მათ არ აწუხებთ. ეს ახლა ამერიკაში ვიყავით, ველაპარაკეთ ადამიანებს, ისიც ვიცით ვინ მუშაობს მაგაზე და რა ჩამოიტანეთ. პირადად, ანუ ცდილობს, რომ პირადად სანქციის მოხსნას ცდილობს. საკუთარი თავისთვის, მხოლოდ საკუთარი თავისთვის, გარემოცვისთვისაც არა. ცდილობს სანქციის მოხსნას. ჩალიჩობს ამერიკაში. რაც ძალი და ღონი აქ ჩალიჩობს. უბრალოდ ძალიან რთულია რომ გამოვიდეს. მაგის იმედი იყო ის, რომ აი ორბანის ministrიც არის დასანქცირებული და შეიძლება აი იმასთან კამპოტში ეგება ბიზნესაც მოხსნან და აი ამ გზით რაღაცებს ცდილობს, მაგრამ ორბანის ministri მაგნიცკისით არის დასანქცირებული და ეს რუსეთთან თანამშრომლობი და ამაზე სანქციის მოხსნა ეს რუსეთისთვის რეალურად რუსეთისთვის მუშაობისთვის არის დასანქცირებული და ამაზე სანქციის მოხსნა ძალიან რთული იქნება. ანუ ის რაც მას უნდა რომ სანქცია მოხსნან და ამერიკის ბეჭედი აღარ ედოს რომ ამასთან თანამშრომლობა აღარ შეიძლება ხო? ეს ხო ნიშანია იმ საელჩოებისთვისაც და იმ ქვეყნებისთვისაც, როცა ამერიკის სანქცია გადევს, რომლებიც შიდა დემოკრატიულ პროცესებში საერთოდ არ აქტიურობდნენ. მაგალითად ისრაელისთვის. შენ რომ სანქცია გადევს, ამერიკის სანქცია გადევს, ახლა გინახავს რომ თქვა ისრაელს გამოეხატოს დემოკრატია. არაბეთში იპოვეს ინვესტიცია, ახლა რაღაც რა ინვესტიცია იპოვეს? და ხე იმ არაბების განცხადება, სადმე ინვესტიციაზე რა მეეწერა? რა მეეწერა ინვესტიციაზე? არაბებმა გამოაქვეყნეს განცხადება ამის შეხვედრის შემდეგ, ხო? არაფერი ინვესტიციაზე. მემორანდუმი ხო გაფორმდა და არაფერი ინვესტიციაზე იქ არ წერია. რატო გეკითხები, იცი რომ ანუ izolაციაში ესენი ცდილობენ ახლა რომ თუ დასავლეთთან იქნება izolაცია, იპოვონ სხვა ხვრელად ჩინეთთან, არაბეთთან რომ ეკონომიკას არ გაუჭირდეს. მაგრამ მაგათ მინისტრ დავითაშვილს არაბეთში არ უნდა სიარული, ევროპაში უნდა. ვერ გაძლებენ, იმიტომ რომ რაღაცაზე უნდა დადგეს ხო ეს რეჟიმი. იმ ხალხზე, რომელსაც უნდა არაბეთში და არა იმაში, რა ქვია, ევროპაში, ხო? და არ არსებობს ეგ ხალხი. რეჟიმის მხარდამჭერებშიც კი არ არსებობს, ანუ ნინი ბადურაშვილიც არ არის ეგეთი, რომელსაც არაბეთში საირნობა უნდა პარიზში საირნობის ნაცვლად. აბუდაბი მშვენიერია. ხო იყვნენ დუბაიში. ხო, ეგ ძალიან დიდი სირცხვილი მოუვიდათ. და დიდი სიამოვნება მივიღე, რაც მართალი გითხრა, იმით, რაც მათ იქ დაემართათ. იმიტომ რომ ბევრი დეტალი ვიცი და აქედან გამომდინარე, ანუ აი ის რო ჩაყრილები რო იყვნენ საკანში, რო იხვეწებოდნენ, რომ ანუ აი ეს ყველაფერი ძალიან კარგად აჩვენებს იმას, როდესაც თავის ტერიტორიას ცდებიან, საკუთარ ტერიტორიას, სადაც ვიღაც ძია იცავს მათ იმეებს, რა ქვია, მათ საჯდომებს, ზრდილობიანად ვიტყვი, სხვაგან რა ემართებათ. და რეალურად კარგად აჩვენა აბუდაბის ისტორიამ, რომ რეჟიმი თუ კარგად აჩვენა აბუდაბის ისტორიამ, როდესაც მათ რეჟიმი არ იცავს, რეჟიმის ხიშტები არ იცავს და თქვათ რაღაცა ბიძინას ძალაუფლება არ იცავს, რა დღეში ვარდებიან და რა საცოდავები არიან, ხო?
კი ბატონო, ტრამპის პოლიტიკასო დაუბრუნდეთ, აი მაგალითად ახლა მარკო რუბიოს ბოლო განცხადებაც კოცებისთვის აღმოჩნდა ძალიან კარგი საკვები მათი პროპაგანდისთვის, უკრაინასთან დაკავშირებით განცხადებას გულისხმობთ, როცა თქვა, რომ აი ჩვენ ძალიან არაკეთილ სინდისად ვიქცეოდით, როდესაც გავაჩინეთ იმედი, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებდა და ეს არ უნდა მომხდარიყო და ახლა კოცები გამოდია, ახლა ვამბობდით, რომ ვერ მოხდება რუსეთის დამარცხება, ვამბობდით, რომ მშვიდობა არის საჭირო, ვამბობდით, რომ და მოელაპარაკა ზელენსკის, როცა სტამბულის შეთანხმება იყო, ანუ ყველაფერში ჩვენ მართლები ვიყავით და ახლა აგერ რუბიო გვეთანხმება. ეგ ყველაფერი ხო, ანუ დინამიკაში უნდა გამოჩნდეს, ხო რეალურად. ანუ ასე უხაროდათ ზუსტად, თქვა ჯორჯია მელონის გამარჯვება, ხო? ეგონათ რომ აი ჩვენ გავიმარჯვეთო, ხო გახსოვს იტალიაში რომ ჯორჯია მელონი მოიგო, დიდი უდიდესი ზეიმი ჰქონდათ. იმიტომ რომ ეხლა ღარიბი და ერთი ქელა ერბოს ამბავია, ხო? ანუ მაგაში ხო პირიქით ჩანს ეს რომ ადამიანები იდგნენ ამერიკას ლანძღავდნენ და სინამდვილეში ამერიკის ლანძღვა კი არ უნდათ. ამერიკა რადგან მათ წინააღმდეგარი აქედან იყო გამოწვეული, თორე სინამდვილეში მოწმედ მოყავთ ხო პირიქით და რეფერენსებად იყენებენ მათ. და ჩვენ შევხედავთ ამ ყველაფერს, რომ რეალურად ამერიკის სიძლიერე იქნება ამოსავალი. არაფერს არ გააკეთებს ტრამპი ისეც, რაც ამერიკის ძალას რაც ამერიკას სუსტად გამოაჩენს. მაგრამ ჩვენ საკითხი საქართველოს ხომ მაინც არის მეტნაკლებად უკრაინის кейსი როგორ გადაწყდება იმაზე მიბული და დამოკიდებული და როგორ წარმოგიდგენია ხა რაღაც თუ ტრამპი მოლაპარაკებაზე მიდის რუსეთთან რაღაც შეთანხმება მოხდება ტრამპი ამბობს რომ უნდა იყოს კომპრომისი ან უკრაინას უკან დაიხიოს უნდა ამ ამბავში საქართველოს ბედი როგორ იქნება როგორ გონია ჩვენ უნდა გვყავდეს აქ დემოკრატიული რეჟიმი, ანუ ამ პროცესის პარალელურად ჩვენ უნდა შევძლოთ რეჟიმის ჩანაცვლება. და იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეთ, აი ეს მოლაპარაკებები, რომ დაიწყება და გავლენის სფეროებზე საუბარი დაიწყება და ასე შემდეგ, ჩვენ არ უნდა აღმოჩნდეთ რუსეთთან ჩაკეტილები. იმიტომ რომ ყველა ვარიანტში, როგორი მოლაპარაკებაც არ უნდა იყოს, უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპა გახდება. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს მოლაპარაკებები, სურონ ჩრდილოეთიდან სამხრეთ კორეის ვითარება მიიღო. სამხრეთ კორეა აღმოჩნდება ევროპა და ჩვენ ამასთან ერთად უნდა აღმოჩნდეთ. ანუ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ რეჟიმი აქ ჩანაცვლებული იყოს უკვე, ვიღაც ჰეზბოლას პარტნიორები კი არ გვყავდეს რეჟიმად და ჩინეთის პარტნიორები, არამედ დასავლეთის პარტნიორი ხელისუფლება გვყავდეს და როდესაც უკრაინაზე საუბარი დაიწყება და უკრაინის გადაწყვეტა დაიწყება, სულ ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეის სცენარი მივიღოთ, ხო? ჩვენ უნდა ვიყოთ სამხრეთ კორეის პაკეტში. ხო, ეს მესმის, მაგრამ მანამდე კოცების ანუ ალტერნატივა რა? კოცები დგანს რაზე ძირითადად ამ ძალაზე, ხიშტებზე, რაზე ჩვენ თქვი და დგანს ამ პროპაგანდაზე, რომელსაც ყვებავს ახლა ეს მათი პროპაგანდა თითქოს საკვებს ნახულობს ამერიკელების განცხადებებში. და მე იტყვიან რომ ნახე უკრაინა დაიშალა, გაიყო შუაზე, ამდენი ადამიანი დაიღუპა და რისთვის ჩვენ რო შევინარჩუნებთ მშვიდობა, ესე იგი ჩვენ მართლები ვყოფილ ვართ. ქართული ოცნება დგას ოპოზიციის სისუსტეზე. ქართული ოცნება არ დგას არც მის პროპაგანდაზე, ქართული ოცნება არ დგას იმ სისულელებზე, რასაც აკეთებს. არც ძალადობრივი მას, იმიტომ რომ არ არის, ეს არ არის ლუკაშენკოს რეჟიმი. ამ ქვეყანაში გარდაქმნებია მომხდარი და თუ ბელარუსში საბჭოთა კავშირი რეალურად არის დანგრეული, აქ სხვა ვითარება გაქვს, ხო შენ? ანუ ბელარუსში შენ ქონდა ვითარება, როდესაც 90% საბჭოთა კავშირის დაშლასაც არ უჭერდა მხარს და საქართველოში 9 აპრილია მომხდარი, ხო? შენ მოლდოვაში გაქვს ვითარება, როდესაც 60-40-ია გაყოფილი მოსახლეობა ვის უნდა ევროპაში და შენ გაქვს ვითარება, როდესაც 97-13-ზე იყოფა ევროპისკენ მოსურნეთა და აქ დარჩენის მოსურნეთა. თუმცა ირაკლი რუხაძემ თავის ინტერვიუში თქვა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები ჩამონათვალში მარტო 7% ამბობს, რომ ევროპა გვინდაო. NDI-ის კვლევებში და ამიტომ ესე იგი 7%-ს გინდათ რეალურად ევროპა და ეგ 7% ხართ ქუჩაში მეტი არაო. ხო, ნუ გასაგებია ხა ენა უძლოა, ენა ყველაფერს იტყვის. ირაკლი რუხაძეს ბრიტანეთი რო დაასანქცირებს, მე რეიჭიკჭიკოს მაგდენი. ანუ ირაკლი რუხაძეს ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. ის რო რადიო თავისუფლებაში ინტერვიუს მისაცემად მივიდა, მხოლოდ მისი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე მივიდა, ხო? ირაკლი რუხაძეს ძალიან ცუდი რამე დაემართება, ძალიან მალე და აი ამას ნახავს ყველაფერს და მე რეიჭიკჭიკოს 7%. ხო, უბრალოდ საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ შეიძლება მე ასე მეგონა ამ არჩევნებამდე, მაგრამ როდესაც ივანიშვილი დაიტაკა დასავლეთ ევროპას, ვფიქრობდი, რომ ამას ვერ გადაიტანა. მე მოგესმინა მე ჩემთვის მოგესმინა. აღმოჩნდა, რომ ამდენი სისვას მნიშვნელოვანი არის ევროპა და ევროპა. აი ხაც არ მისმენ და ამიტომ ხარ ახლა გაკვირვებული. მოგესმინა მაშინ ჩემთვის, აი 23 წლის აპრილის პოსტი დავდე. ანუ რეალურად ის რომ ადამიანებს ევროპა უნდათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ომიც უნდათ.
ანუ ევროპაშიც არ უნდათ ომი ადამიანებს. ის ადამიანები ევროპაში კომფორტულად ცხოვრობენ, მაგრამ ეს და ჩვენ როდესაც კვლევას ვაკეთებთ, იმ კვლევას უნდა წაკითხვა კიდე. და 23 წლის, 24 წლის, 22 წლის კვლევებში იკვეთებოდა, რომ 87% ევროპა კი უნდა, მაგრამ 50%-ს ომის ეშინია. და აქედან გამომდინარე ამ 50%-ზე იმუშავა, ანუ ადამიანებს ის კი არ არის, რომ ევროპა არ უნდათ. უბრალოდ საკუთარი სიცოცხლის ფასად რა უნდათ და რა არ უნდათ, ამაზეა ხო საუბარი. ხო, მესმის, გამიგეთ, ანუ გამოვიდა რომ ამ პროპაგანდა მაჯობა იმას, ხო? იმიტომ რომ კიდე ერთხელ მივედით, ისე ვიქრო, ოპოზიცია არის სუსტი. პროპაგანდა მუშაობს, იმიტომ რომ ეხლა რას ქვია მაჯობა, ცარიელი კარი თუ დაახვედრა და ბურთი ურტყა ცარიელ კარში, გაჯობებს აბარა იქნება. ორი რაღაცები გამოიყენა, მაგალითად დღემდე ამბობს, რომ აი ოპოზიციის სუსტე თვითმფრინავით რომ ითხოვდა ოპოზიცია ჯარისკაცების გაგზავნას და ასე შემდეგ, აი ეს ნიშნავს რომ ოპოზიციას ომი უნდა და რაღაცები შეცდომები პირველ დღეებში ხო არ იყო დაშვებული, თუნდაც გაცხადებებში. რაზე მელაპარაკები ახლა ოპოზიცია ჩასარეცხად უთვლი ოპოზიცია, მეინსტრიმ ოპოზიციას თვლი ჩასარეცხად. მეინსტრიმ ოპოზიციას აქვს უზარმაზარი ზიანი მოტანილი ქართული დემოკრატიის ამოცანებისთვის. და იმან რომ ოპოზიციაში კონკურენცია არ არსებობდა, იმან რომ ოპოზიცია აეწყო პიროვნების კულტის პოლიტიკაზე, იმან რომ უბრალოდ მოსმენა და კონკურენცია რო ყოფილიყო ეს საკითხი მოიხსნებოდა. იმიტომ რომ მე და გიორგი ვაშაძე დებატებში რო შევიდოდით, მე უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდებოდი ჩემს მოსაზრებებში და გიორგი ვაშაძეს გადმოწყობა მოუწევდა, იმიტომ რომ ხალხის რეაქციებს დაინახავდა და ეს ყველაფერი მოკლა ოპოზიციამ. საღი აზრი გააქრო უბრალოდ დებატებიდან, იმიტომ რომ ეს საღი აზრი მათ შორის პიროვნების კულტის პოლიტიკას უპირისპირდებოდა და ყველა ოპოზიციური ტელევიზია რეალურად პარტიის დაგრძელებაა და არა მედია. გარდა ვთქვათ იქ რამდენიმე გამონაკლისისა, ხა კავკასიას და პალიტერას არ გულისხმობ იმაში, რომ რომელიმე, ანუ ყველა ტელევიზია, რომელიც პარტიული ფულით ფინანსდება, არ არის ტელევიზია, რეალურად ის არის პარტიის პიარის და აქედან აი ამან მოკლა ყველაფერი. რეალურად ბიძინა დგას არა თავის პროპაგანდაზე, არა თავის ძალაზე, არამედ ოპოზიციის სისუსტეზე. რეალურად, იმიტომ რომ ოპოზიცია, მეინსტრიმ ოპოზიციაზე არის ლაპარაკი და ამიტომ მიხარია, რომ ქართველი ხალხი ამ მეინსტრიმ ოპოზიციასაც რეცხავს. ეხა ხავსივით მოჭიდებულები არიან 4 ბარიერი გადალახული პარტია, აი ამ რაღაცა ენის გასატეხს იძახიან, ამავდროულად თან იძახიან, რომ არჩევნები 9 მილიონი ხმით გაყალბდა, იმიტომ რომ სხვაობა იმ ხელა იყო, რომ მაგდენით უნდა გაყალბებულიყო, თუ შენ დამაჯერებლად მოიგე და გამარჯვებული ვარო იძახი, ხო? და იმასაც ვერ ხვდები, რომ 9 მილიონი გაყალბებულ არჩევნებში ბარიერი გადალახას დახება გიჟია ხო, იმიტომ რომ შეიძლება სხვასაც გონდეს ბარიერი გადალახული. მარტო შენ არა, თუ 9 მილიონი ხმით გაყავდა და შეიძლება სხვებსაც მიიღოთ საერთოდ ესეთი პროცესი რო არ ყოფილიყო მონაწილეობა, ხო? ამიტომ რეალურად მაგას ვხედავთ ჩვენ და ამით არის ეს პროცესი დიდებული, რომ ოპოზიციასაც ჭკუას ასწავლის. აი ეს პროტესტი და ჩვენ მივიღებთ, ანუ სანამ ეს არ მოხდება, სანამ ოპოზიცია არ გაფართოვდება და სანამ არ მიეცემა ქართულ ხალხს შესაძლებლობა, რომ ოპოზიციურ სპექტრში დაინახოს ისეთი ადამიანები, რომლებსაც მის წარმომადგენლობას ანდობს, იქამდე პროტესტი ისე ვერ გაფართოვდება, რომ წარმატებას მიაღწიოს. აი ეს ოპოზიცია სპექტრში გამრავალფროვნობა როგორ უნდა მოხდეს? ახალი პარტიები უნდა შეიქმნას, ახალი ხალხი შემოვიდეს, თუ ვინც ხართ, ეხლა ისევ ამათ შორის უნდა გადანაწილდეს. არა, ჯერ ეგერთიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ძალები შეიქმნება. არ ვიცი რა სიზავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასევე საუბრობს ახალი პარტიების მნიშვნელობაზე, ხო? ეს ერთი საზმაოსთან რო მემარცხენეები იკრიბებიან, ისინიც არ ვიცი რა სიზავენ, ანუ ჯერ ეს ერთი შეიძლება, მაგრამ თავარი ის კი არ არის, რომ ახალი პარტია ან ახალი ძალა შეიქმნას. თავარი არის, რომ აი გახარიას პარტიაშიც, ლელოშიც ადამიანებმა აი უსმინონ ხალხის ხმას, ანუ რეალურად რა არის, რომ ქვემოდან ზემოთ მოდის, ხო? დაკვეთა არის იმაზე, რომ ხალხის კარნახით ხდებოდეს პოლიტიკა, ანუ ხალხს წარმოადგენდეს, ხალხის ინტერესებს წარმოადგენდნენ პოლიტიკური პარტიები. იმისთვის რომ ეს მოხდეს, შიდა პარტიული დემოკრატიის მექანიზმები უნდა არსებობდეს. ეხლა გვარამიას 10 წლის მერე ახსენდებოდეს გილაური და ეს იყოს ჩვენი პრემიერ-მინისტრიო, ეს არასწორია, იმიტომ რომ სად იყო ის კაცი 10 წელი, აქამდე სად იყო? რატო არ მონაწილეობდა, რატო არ ებრძოდა რუსულ რეჟიმს ჩემთან ერთად, ხო? საიდან მოვიდა საერთოდ და ეს უნდა მოხდეს შიდა პარტიული დემოკრატიის გავლით და მე ვხედავ, რომ ნელ-ნელა ყალიბდება მოთხოვნად ის, რომ ნებისმიერმა პარტიამ, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, შიდა პარტიული დემოკრატიის გზით გამოავლინოს ის ხალხი, ვინც არჩევნებში ხალხის წარმომადგენლებად იქნებიან და მე ვფიქრობ, რომ ეს კრიტერიუმი თუ შეიქმნა, ვინც წამოყვება ამ კრიტერიუმს, წამოყვება, ვინც არა უბრალოდ ვერ აიღებს ხმებს არჩევნებზე და მე მგონია, რომ ეხლა სამწუხაროდ მე რასაც ვაგვირენ ამ არჩევნებზე გადამწყვეტი არის ხოლმე ფული. რომელ პარტიას რაღაცა ფულს იშოვის, ახერხებს ნუ სადღაც 10%-ამდე. გადამწყვეტი რისთვის, ანუ ჩემი ამოცანა, ჩემთვის გადამწყვეტი არის რეჟიმისთვის მოგება. ეგ არის, ჩემე მინდა რეჟიმის მოგება. საერთოდ არ მაინტერესებს მიშას გადავასწრებ თუ გვარამიას გადავასწრებ ოპოზიციაში. მე მათი ხმებიც კი არ მაინტერესებს. მე მინდა ქართული ოცნებისთვის ხმების წართმა
საქმეა და იმ ხალხის შინდობის გაჩენა, რომელიც არჩევნებზე არ წავიდა 24 წელს. ანუ ეს არის ხო ამოცანა, ჩვენ ესენი უნდა გადმოვიყვანოთ და ეხლა იქ რაღაცა ფული ვიშოვო, ვიღაც ოლიგარქის მონა გავხდე, რომ მე მიშას ხმები წავართვა. ეს არც ჩემი ამოცანა არ არის და ამისთვის მე არა ვარ ამ საქმეში. მე ამ საქმეში ვარ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს და ეს ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს, ეს ქვეყანა გახდეს დემოკრატიული, თავისუფალი რესპუბლიკა, ამ ქვეყანას ჰქონდეს მცირე მთავრობა, სამართლიანი სასამართლო, ეს არის ჩემი ამოცანა და არა ამ რეჟიმის ჩემით ჩანაცვლება, რომ მე ვიყო ამ რეჟიმის. მეც იმედი მაქვს, რომ ეს პროტესტი ოპოზიციაში ბევრ რამეს შეცვლის. კი და ამით არის ეს დიდებული, იმიტომ რომ ხედავთ ჩვენ, ანუ ესეთი დიდებული პროცესი რომ 26 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე ესეთი ჯიუტი წიხლი კრა რეალურად ოპოზიციას თავისივე ამომრჩეველმა და მე 28-ის მერე როცა ბიძინამ აი ეს მოღალატეობრივი განცხადება გააკეთებინა კობახიძეს რა დიდებული პროცესიც ქუჩაში დაიწყო და რასაც ხედავთ ხო ეს მე ძალიან აღმაფრთოვანებს და ამას გარდა გაცილებით უფრო დიდი რამე მგონია მერაბეს ვიდრე ევროინტეგრაცია მგონია რომ ქართველები საკუთარ იდენტობას ვამტკიცებთ ამით და აი იმ იდენტობასთან ვამყარებთ კავშირს რომელიც 2021 წელს დავკარგეთ და მე მჯერა აი ამ დიდ სურათში დანახობის მჯერა ბოლოს მინდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განვითარებულ მოვლენებზე კითხო რომ ეს სიტყვიდან შენ იქ მუშაობდი როგორც ვიცი და სურათი დადე თეა წულუკიანთან ერთად მუშაობდი ვიდრე დაგვაცალკავებდნო და რა მოხდა თქვენ შორის რომ ევროსაბჭომ დაგაცალკებათ მე თვერ შევეწყვეთ რეალურად ეგ თავარი და პოლიტიკა მე როგორც მივხვდი მე და წულუკიანი ან წულუკიანი იყო იურისტი მესი ევროსასამართლოს თქვათ აი ამ გრეფის ჩაულებრივად და მანამდე ჩავედი მე ან მე პირველი თანამშრომელი ვარ ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ პირველი ქართველი ვინც აიყვანეს ვიყავი მე და სასამართლოში მუშაობდი ცოტა ხანი ადმინისტრაციაში არა არანაირ ოთახში მე ჩემი უფროსი მყავდა იმას თავისი ანუ არ ვიკვეთებოდი ეს დაცალკავება რას უკავშირდებოდა ქართულ საქმეებზე ერთად მუშაობდით. იმიტომ რომ ქართულ საქმეებზე რადგან ქართულენოვანი ვიყავ, მე ადმინისტრაციული საქმე მევალებოდა იმას იურიდიული და ერთად გვიწევდა და იქ გვიწევდა მხოლოდ გადაკვეთა და იქაც დიდი აფეთქება მოხდა. მე ვფიქრობ რომ მაშინ იქ ისიც პოლიტიკური იყო, მე რო ვაანალიზებ. თავიდან ვერ ხვდებოდი ხა დიდად არც მაინტერესებდა ხა ჩემი ცხოვრება მქონდა, ვერთობოდი, კარგად ვიყავი, რავი ხა ევროპაშია კარგად არის, ხო იცი, აი ესე ვიყავი და რა უნდა და ამ ქალს ვერ ხვდებოდი და ბოლოს იქამდე მივიდა საქმე რომ დაგვაცალკევეს ერთმანეთს, ანუ ეს ორი ერთმანეთს ვერ ეწყობა, რევოლუციამდე მოხდა ეს ამბავი და წარმოვიდგინე შენ და წულუკიანი ერთად. ეგ გვიდებ, ჩვენ კურსელებიც ვიყავით. ევროპა რო გაცალკევოთ ეს. კურსელებიც ვიყავით მანამდე, ანუ დიდი ხნის თანამშრომლობა გაკავშირებს, ანუ კურსზეც ერთად ვიყავით და მე მალევე უკვე 25 წლის ვიყავი ხა იქ რო ამიყვანეს, ეგეც სადღაც 26-ის იყო, ანუ სადღაც რამდენიმე თვეში უკვე ეგეც ჩამოვიდა ერთ წელიწადში შეიძლება. და იქ ცოტა ხანი ვიმუშავეთ. თავიდან რაღაც ნორმალური ურთიერთობა მქონდა. მერე დაიწყო ეს, მერე დავიწყე შემჩნევა. ზოგადად გვიან მომჩნევ ხოლმე ადამიანი რომ მერჩის, ეხა ჩემი თავით ვარ მოცული, ჩემთვის ვერთობი და ჩემივე უფროსმა გამაგებინა რომ ამასო შენთანო რა პრობლემა აქვს და რა ვიცი მეთქი რა პრობლემა აქვს თქო და მომიტანა მერე უკვე წერილები, რასაც ჩემთან დაკავშირებით იმას წერდა რომ აქ რაღაცა ბავშვი მოყავს ხოლმე მე ხა მარტო ხელა დედა ვიყავი და ბავშვი დამყავდა და ის ხელს მიშლის და თქვაზე თუ არისო ესო რა უნდა შენთანო და მე ეს ყველაფერი დაძაბულობა ეხა იქამდე მე მეც არ მაქვს ხო კაი ხასიათი და ჩაგვიდეს დიდი კონფლიქტი მოხდა და მისი სექციის რეჯისტრარ ვინც არის სალიდოლე ძალიან კაი ხალი იყო ბრიტანელი ესეთი სექციის ხელმძღვანელი ის შემოვიდა ჩემთან ოთახში გამოიკითხა რომ მან რა ხდებაო მე ვთქვი ჩივილს სხვა რა პირებო და მე ვთქვი არა უბრალოდ სხვა დეპარტამენტში გადასვლა ქართულენოვანი იქ სხვა არ ყავდა და ჩემი გადასვლა ევროსაბჭოში სადაც მე მინდოდა იყო რთული და ანუ ერთგვარი საბოტაჟიც კი გამომივიდა იმიტომ რომ ეგრევე გადამიყვანეს სადაც მინდოდა და ჩვენ ჩაგვიდა შეუთავსებლობა და ძალიან ვიცინე ხა შეუთავსებლობა რომ თვითონ ჩაუდო აწოლოგიას გეუნებოდით სინამდვილეში წინამდებობარც არავის არ გაუწევია ანუ უცნაური თავიდან ჩემ ხასიათს ვაბრალებ ადვილია მე რომ კონფლიქტი მომივიდეს ვინმესთან ხო და ამიტომ როცა ესეთი რაღაც ხდება სულ მგონია რომ ან იდაყვი გავკარი ცუდად ან რაღაცა შეიძლება მე დავაშავე რამე და ნუ ესე გამაკდა ნუ მე რაღაცა ცოტა ხანში რომ მივხვდი რომ უკვე ქოთნის ყვავილებსაც ეჩხუბა იქ მივხვდი რომ მე არაფერ შუაში არა ვარ და აგერ ახლა მთლად ევროპის საბჭომ დაადასტურა რომ ეს შეუთავსებლობა მასთან უბრალოდ კაცობრიობას აქვს თოლკიანს ეგონა რომ დაალაგებდა ეხლა რაც ხდებოდა იქ ბასეში თუ არ ვიცი რა ისი იმედი ქონდა არ ვიცი ისი იმედი ქონდა სიმართლე გითხრათ და ძალიან გამიხარდა რომ ესეთი რაღაც დაემართა იმიტომ რომ სამართალი შეიძლება ურმით დადის მაგრამ ბოლოს პურს მაინც ჭამს ხოლმე
ხო და ხასიათი ახსენე შენ და შენზე ხშირად გამიგია რომ აი ვიღაცები ვინც გისმენენ ხოლმე ხო როცა ბლოგებს წერო აი კი სწორ რაღაცებს ამბობს თამარ მაგრამ მასთან თანამშრომლობა პოლიტიკურ ამბავში იქნება შეუძლებელი იმიტომ რომ მეგობრების მაგურად სულტრებს იმრავლებს ასე მე არ მაინტერესებს მეგობრების მომრავლება ამ სპექტრში მე სპექტრი მინდა რომ ჩაირეცხოს ან წესიერ სანამ წესიერად არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა სანამ არ მოიქცევიან წესიერად სანამ არ დაიცავენ წესებს რაც ოჯახში უნდა ესწავლებინათ მათთვის ანუ აი ყველა არ ჩემი ყველა ეგ არ არის ჩემი ყველა არის ქართული ხალხი მე წარმოვადგენ იმ ხალხის ინტერესებს რომელსაც მე ძალიან კარგად ვხედავ რომ არსებობს მე გამოვხატავ გაცილებით მეტი საქართველოს მოქალაქის აზრს როდესაც ოპოზიციას თავს ვესხმი და მე არ მაინტერესებს ოპოზიციის წევრები ამაზე რას ფიქრობენ ხდებით მედია ხო დაგრძელებაა მე იმათი ანუ სინამდვილეში ეს თავარი რამე მედიის ფასეულობას წარმოადგენს როგორ უნდა მცემე მაგათ პატივი ადამიანებს რომლებიც საზოგადოების манипуლირებას ცდილობენ საზოგადოების ინფორმირების ნაცვლად ხო манипуლატორებს მე არასოდეს პატივს არ ვცემ და манипуლატორები არიან ყველანი აი მთელი აი ამ სამი პარტიის დაგრძელება მედიის წარმომადგენლები არ არიან ჟურნალისტები ისინი არიან манипуლატორები ისინი 2 წლის განმავლობაში ათხოვდნენ საქართველოს მოქალაქეებს რომ ვიღაც კვდება რომელიც სინამდვილეში არ კვდებოდა იმიტომ რომ მათი უფროსები კარნახობდნენ მათი ამოცანა არ ყოფილა ჭეშმარიტების და სიმართლის დადგენა და საზოგადოების ინფორმირება მათი ამოცანა იყო დავალების შესრულება და ხალხის манипуლირება რაც არ გამოუვიდათ საბედნიერო დეგენცირაციას პარტნიორებს იპოვი პოლიტიკაში მე პარტნიორებს აუცილებლად ვიპოვი ოღონდ ვიპოვი იმ პარტნიორებს რომლებიც იმ თამაშის წესებით ითამაშებენ რაც ქართულ ხალხს შეეფერება ეს ხალხი არ თამაშობს იმ თამაშის წესებით რასაც ქართული ხალხი იმსახურებს და ან წესებს შეიცვლიან და ან ჩაირეცხებიან კარგი, ნახოთ, მადლობა დიდი. კი, და თან მე ხო არასაც ვაკეთებ, ეს ხო არ არის რა ჩემი მოგონილი, ხო? ანტისისტემურობა მუშაობს მთელ მსოფლიოში და რავი, ჯორჯია მელონიც ესე ყველას ებრძოდა, 2% ქონდა და 27% აიღო და საქართველოს პრემიერი გახდა, ხო და აქედან გამომდინარე მე რასაც ვაკეთებ ამას წიგნებში ვკითხულობ. ანუ თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ იმით, რომ ვაშაძე რო გამოვანდა პედაგოგისეშვილი. ან ერთხელ რო გამოგივიდეს, უნდა ხასიათი გქონდეს. ანუ ყველას კი არ გამოუვა ის რო წაიკითხოს. ხასიათი უნდა გქონდეს. კარგი, ნახოთ რა გამოვა საბოლოო. ნახოთ.